გამარჯობათ მეგობრებო. მოვიდა პარასკევი, მოვიდა საღამო 6-7-ის ნახევარი და ჩვენი გადაცემაც გადის პირდაპირ ეთერში. ეს არის ძალიან კარგი მომენტი ყველასთვის, ობიექტივი აგრძელებს თავის ტრადიციას. შესაძლებელია პრაქტიკულად პირდაპირები თითქმის არც ერთ ტელევიზიას არ აქვს და არც ერთ ტელევიზიაში არ შეიძლება პირდაპირ ქუჩიდან დარეკვა და აი ამ პირდაპირ რეჟიმში დიალოგი, ასე რომ ეს ძალიან მაგარი რამეა, ეს არის სწორედ დემოკრატია და ეს არის სწორედ ის თავისუფლება მედიისა, რასაც ყველა შენატრის და ბევრ დასავლურ ქვეყანაშიც არ ხდება ასეთი რამე, პირდაპირ ჩართვები და საუბრები და მე ვფიქრობ, რომ სხვა ტელევიზიებმაც უნდა აიტაცონ ეს ტრადიცია და არ უნდა იყვნენ ჩარაზულები, ჩაკეტილები და უფრო კონტაქტში უნდა იყვნენ საკუთარ ხალხთან. მეოთხე ხელისუფლება არის მასმედია მოგეხსენებათ და თუ მასმედია არ არის გახსნილი, თუ მასმედია არ არის კონტაქტში ხალხთან, თუ მასმედიას ეშინია პირდაპირები და ჩართვები და ტელეფონით დარეკვები, ყველაფერზე სიმართლეზე მასმედიას თუ ალერგია აქვს, რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყანა დემოკრატიას ვერ დაამკვიდრებს და ის დემოკრატიაც ბჭყალებში იქნება რაღაც ფარსი და რაღაცა დაცინვა უბრალოდ საჯაროობის და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო რომ ავაშენოთ ჩვენ ქართველებმა, ნამდვილად საჯაროობა, დემოკრატია საჭიროა, მაგრამ როგორი დემოკრატია, ის დემოკრატია, რასაც თქვა გვიჩიჩინებენ ეს ევროპელი და ამერიკელი ემისრები თუ ის დემოკრატია, რომლის ტრადიციების ჩვენ ქონდა ქართველებს თავის დროზე, თუნდაც თემის და ძველი ხევის დემოკრატიას და ესე იგი საფიხნოს ტრადიციებს თუ გავიხსენებთ. იქ ხევისბერი რომ გამოდიოდა, სხვასაც აძლევდა სიტყვის უფლებას და აზრის გამოთქმის უფლებას და ეს შეიძლება ვიღაცამ გაიცინოს ეს ჩანასახობრივი დემოკრატია იყო და ნეტა იყოს ახლა სადმე რომელიღაც რაიონის თქვათ გამგეობაში ეგეთი დემოკრატია როგორიც მაშინ იყო ხევში თავის დროზე ძველ საქართველოში არის რომ ასეთი რამე მეგობრებო ასე რომ ჩვენ ვერ შევქმნით სახელმწიფოს თუ აი ეს ხალხური მართვის ეს ყველანაირად კარგი ტრადიცია არ დავამკვიდრეთ და დემოკრატიაც არის და დემოკრატიაც დემოკრატია მაგალითად სამხრეთ კორეის განსხვავდება დემოკრატია ფრანგული დემოკრატიისგან იაპონიის დემოკრატია განსხვავდება ამერიკის დემოკრატიისგან სხვადასხვა ესე იგი მართვის სისტემებია ეს და ერის სპეციფიკის და გათვალისწინებით. მე სადოქტორო მენეჯმენტში მაგაკეთებული და იქ ჩვენ დიდი მასალა დავამუშავეთ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მენეჯმენტს გავეცანით და ყველასათვის ნათელია, ვინც აი ამ მართვის სისტემებში მუშაობს, რომ ფრანგული ტექნოლოგიები მენეჯმენტისა და ადამიანური სისტემების მართვისა განსხვავდება, თქვათ, ჩინური მენეჯმენტისგან. ჩინური მენეჯმენტი განსხვავდება სამხრეთ კორეისა და იაპონიის მენეჯმენტისგან. ესე იგი, ეს ეთნიკურ კულტურული ასპექტი დომინირებს. რაც შეეხება დემოკრატიას და რაც შეეხება იგივე მენეჯმენტს, ადამიანების მართვას, ადამიანური სისტემების მართვას, საზოგადოებრივი სისტემების მართვას. ასე რომ საქართველოშიც უნდა იყოს და არსებობს ალბათ და არის ამის მეთოდოლოგია ჩვენი მენეჯმენტის სპეციალისტები, მართვის სპეციალისტები მუშაობენ სწორედ აი ამ თემებზე, არსებობს ქართული მენეჯმენტი, ანუ ჩვენი ქართული კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით ადამიანების მართვის მეთოდიკა. ასევე უნდა იყოს დემოკრატიული სპეციფიკაც სწორედ ქართულ დემოკრატიას უნდა გქონდეს კულტურული ერფერი აუცილებლად და არ უნდა იყოს ეს ის შაბლონი, რასაც ჩვენი ამერიკელი და მეგობარი ევროპელი მეგობრები გვთავაზობენ ჩვენ, რომ მანდ-ამაინც დავამკვიდროთ ამერიკული დემოკრატია, ან რაღაც ფრანგული დემოკრატია. ჩვენ უნდა ვთქვათ, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ პატრიოტები, ჩვენ ვართ ჩვენი ერის შვილები და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გათვალისწინებით, კულტურული სპეციფიკის გათვალისწინებით საქართველოს წესს ეკნება. ნამდვილად ეკნება დემოკრატია, თუმცა დღეს არ არსებობს საქართველოში დემოკრატია, მაგრამ ეკნება დემოკრატია ქართული სპეციფიკით,
ანუ ქართული დემოკრატია. აი ეს მართლა ასაშენებელი გვაქვს ამ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ უნდა ავაშენოთ, ჩვენ უნდა მივხედოთ აი ამ სტრუქტურებით, ამ მეთოდოლოგიით, ქართული დემოკრატიის მეთოდოლოგიით უნდა მივხედოთ ჩვენ ეკონომიკას, ჩვენ კულტურას, ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ეს არის ის იარაღი, ესე იგი რომლითაც მომავალში ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები ნორმალურ ქვეყანას ააშენებენ. სხვა გზა არ არსებობს. ესე იგი ქართული დემოკრატიის მშენებლობა და იმ საფუძვლების შემოშენებლობა, რაც არის საქართველოს სახელმწიფო. ეს არის გასაკეთებელი აუცილებლად, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს თუ არ გავაძლიერეთ საზოგადოებრივი ინსტიტუტები, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს თუ არ გავაძლიერეთ ჩვენი ეროვნული ქართული სულისკვეთების მქონე პარტიები. ჩვენ თავს გვახევდნენ ერთი პერიოდი, რომ არაო ეს პარტიები, რომელსაც თქვენ გააკეთებთო, უნდა იყოსო ევროპულ, ესე იგი ჰანგებზე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ჰანგებზე და მეთოდოლოგიაზე აწყობილი, მაგრამ ჩვენმა ხალხმა მაინც შექმნა რამოდენიმე პარტია, რომელიც აი სწორედ გამოხატულება იმისა, რომ ეროვნულ თვისებებს ითვალისწინებს ჩვენი ხალხის ეროვნულ მენტალიტეტს და იმ ურთიერთობებს რისი გამონაყოფიც უნდა იყოს და ბუნებრივი განვითარებაც ქართული ეროვნული პარტიები და პარტია. და ეს შესაქმნელი გვაქვს, ეს დასახვეწი გვაქვს მომავალში პარლამენტში უნდა იყვნენ 5-6 ქართული პარტია, მამულიშვილებით დაკომპლექტებული, აი მათ შორის უნდა იყოს კონკურენცია და მათ შორის უნდა აერჩეს შემდეგ ღირსეული, რომელიც ხმათა უმრავლესობით მოვა პარლამენტში. თუმცა პარლამენტი წარმოდგენილი უნდა იყოს და მე წარმომიდგენი ალბათ თქვენც მეგობრებო, ჭრელი უნდა იყოს. რას ნიშნავს ჭრელი? ანუ ჩვენი ხევსურული ხალიჩასავით ჭრელი, ანუ დაკომპლექტებული სხვადასხვა საზოგადოებრივი ქართული ეროვნული ორგანიზაციებით. და ის ლიბერალური ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ასე ვთქვათ, ხმამაღლა, ესე იგი, ყვირიან და რაღაცა კაკაფონიაში არიან, მათ უნდა ქონდეთ ის თავის პროცენტი, რაც ალბათ ეკუთვნით, ხო, ის 3 თუ 5%, რომელიც მართალი არჩევნები რომ ჩატარდეს, ალბათ აიღებენ და აი ამ გამოვლინებით შევლენ პარლამენტში, მაგრამ ძირითადი 70-80% ძალების უნდა იყოს გადანაწილებული ჩემი აზრით ეროვნულ ქართულ ორგანიზაციებზე და პარტიებზე. და მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს მეგობრობა, ის კი არა რომ ესე იგი ლანძღვაგინება, რასაც დღევანდელ პარლამენტში ვხედავთ და წინა მოწვევის პარლამენტებში ეს ბოლო 30 წელიწადი. სემასტრებას და ასე შემდეგ. ანუ უნდა იყოს ჯანსაღი მეგობრობა, ჯანსაღი კონკურენცია, თუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა ყველა უნდა გამოვიდეს თავისი ესე იგი რეფორმისტული წინადადებებით. საზოგადოებას უნდა წარუდგინონ, როგორ უნდა უშუალოთ ჩვენ განათლების სისტემას, როგორ უნდა უშუალოთ საზოგადო ცხოვრებას ჩვენს ქალაქებში და სოფლებში. რა ერვალება თქვა თბილისის და ქუთაისის და ბათუმის მერიას, რა ხდება იქ ცუდი, რა ხდება კარგი, როგორ გავაუმჯობესოთ და ბევრი რაღაცა მომენტები, როგორ უშუალოთ სოფლის მეურნეობას და აი აქ უნდა იყოს ესე იგი ჯანსაღი კონკურენცია და ის ლიდერები, რომლებიც შემდეგ გაიმარჯვებენ, ის პარტია, რომელიც გაიმარჯვებს, აუცილებლად უნდა წარმოჩნდეთ რაღაცა გუნდით. აი ამაზე ვაკეთებ მე აქცენტს. აი ეს არის აქილევსის ქუსლი დღევანდელი პარტიებისა, ქართული ეროვნული პარტიებისა. რა ვერ შექმნეს? ეხლა მე მინდა რომ ასე ვთქვათ, მეგობრული კუთხით რაღაცნაირად აი რეკომენდაციები უთხრა ჩვენი პარტიის მესვეურებს, ქართული პარტიების მესვეურებს, რა პრობლემები არის, რომ თითქმის ყველას აქვს რაღაცა პროგრამა, ეს პროგრამა სადღაც არის დაბეჭდილი, ყველას აქვს სტრუქტურა, ლიდერები ჩანან, თქვათ, წევრები არიან, რამოდენიმე აქტიური წევრი ჩანს ალბათ ეთერში, მაგრამ მეთოდურად საჭიროა რომ განსაკუთრებით ეხლა როცა და მაშინაც სანამ არჩევნები მოახლოვდებოდა, ანუ მუდამ პარტიას უნდა ყავდეს რაღაცა გუნდით უნდა გამოდიოდეს საზოგადოების წინაშე რეფორმისტური, ესე იგი, შეკვეთვით საზოგადოების ადმი, რომ აი ჩვენ ამას დავაპკეთებთ, ამას დავაპირებთ სოფლის მეურნეობაში, ამას დავაპირებთ ბიზნესში, ამას დავაპირებთ საგადასახადო რეფორმების კუთხით, ამას დავაპირებთ განათლების რეფორმების კუთხით. აი ესეთი გუნდი უნდა იყოს.
ეხლა ვიღაცა იტყვის რომ არა ჩვენ გამოდივართ გუნდითო და აი რამოდენიმე ლიდერი და უკან თქვა 200 კაცი გუნდი და ამაზე კი არ არის ლაპარაკი მეგობრებო ამაზე კი არ არის ლაპარაკი რომ რაღაცა კადრი იყოს და იქ ორი ადამიანი წინ და დანარჩენი 80 უკან და თქვა რა თქმა უნდა ყველა თავს ახნევს რომ ურა და ვაშა ეს ამ ასეთ გუნდზე არ ვლაპარაკობ მე აი დრაივის მომცემი ყველა პარტიას ქართულ პარტიას არა მარტო ეს არამედ 2 3 და 4 ყველას მე მივესალმები ამას ალბათ თქვენს მიესალმებით რომ იქ უნდა იყოს მოაზროვნე ადამიანთა გუნდი რომელსაც შეუძლია თავისი აზრების რაღაცა დალაგებულად განმოცემა სხვადასხვა დარგში მომუშავე სპეციალისტებისა აუცილებელი არ არის რომ ნობელის პრემიის ლაურეატები და დოქტორები და აკადემიკოსები იყვნენ ესენი შეიძლება იყვნენ თავის დარგში ძალიან ღრმად ჩახედული ადამიანები რომლებიც ინოვაციური წინადადებებით გამოვლენ არჩევნების წინ თუ არჩევნების პერიოდში თუ არჩევნებამდე მუდამ საჭიროა ესე იგი სახელმწიფო გავს იმ სხეულს რომლის მადჯაზეც განსაკუთრებით ეროვნულ პარტიას ხელი უნდა ედოს, პულზე ხელი უნდა ედოს და მიუხედავად არჩევნების წინა პერიოდია თუ მუდამ უნდა ზომავდეს აი ამ წნევასთან ტემპერატურას და აი ამ მდგომარეობას სახელმწიფოში, აი ამ დარგების პრობლემები სულ უნდა განხილვის პროცესში უნდა იყოს და ეს შემდეგ შემუშავებული კანონები რაღაცა დოგმა კი არ არის, რაღაცა ჩამოსხმული რაღაცა რომელიც არასდროს არ შეიცვლება. ამ კანონებს შემდეგ გაუმჯობესება უნდა ცხოვრების და განვითარების კვალობაზე. ასე რომ ამაზეა ლაპარაკი დღეს ჩვენმა ქართულმა პარტიებმა უნდა გააკეთოს რომ უნდა შექმნან თავის წიაღში მოძებნონ ისეთი ადამიანები რომლებიც გუნდურად გამოვლენ არა ერთ გადაცემაში რომელიმე გადაცემაში არამედ 10-15 კაცი შეიძლება 7-8 კაცი დაждდეს და ესე იგი საუბარი იყოს რომ აი ჩვენ ამას ვაპირებთ გუნდი უნდა ჩანდეს მე პირადად როგორც ამომრჩეველი არ მივცემ არც ერთ შემთხვევაში არც ერთ ეროვნულ პარტიას ხმას თუ ეს გუნდი არ დავინახე უბრალოდ არ წავალ არჩევნებზე იმ ევროპულ მოყაყანე პარტიებსაც არ მივცემ რა თქმა უნდა ხმას ჯვარი მწერია ესე იგი ცნობილ პარტიებს რომლებიც რა ვიცი საშინელ კორუფციაში არიან და იყვნენ და ალბათ მუდამ იქნებიან მაგის არჩევა როგორ შეიძლება საერთოდ მაგრამ რაღაცა საზოგადოებას რომ მივცეთ სტიმული კეთილი ვინებოთ პარტიის ლიდერებმა გადავხედოთ აი ამ ჩვენ საარჩევნო პროგრამას გავაკეთოთ მისი რევიზია და რაღაცა გუნდით გამოვიდეთ უკვე დრო არის უკვე რაღაცა რეფორმისტული ესე იგი მოთხოვნები და წინადადებები დღეს ჩემი მეგობარს ჩვენ არაჩვეულებრივ მეწარმეს გიგა გუდადეს მინდა გადავცე ხმა აი ამ კუთხით მასაც აქვს მოსაზრებები და საკმაოდ ბევრი აქვს ნამუშევარი ბევრ თემებზე და ბატონო გიგა რა სიტყვით ხო გამარჯობათ მეგობრებო ნუ რა ახლა გიორგი ჩამოთვალა ის პრობლემები რა პრობლემები საერთოდ ჩვენ გაგვაჩნია არა მარტო საქართველოში აი ამ ძირითად ამ ჩვენ ქვეყანაში არამედ მსოფლიოშიც ესეთი პრობლემებია და ხედავთ რომ მსოფლიოს აი ყველა ქვეყანა როგორ არის აჭრილი რა სიტუაცია არის ყველგან მე მსოფლიოზე არ მინდა ვილაპარაკო უბრალოდ ხედავ იმას რომ ეს რაც ჩვენთან ხდება არა მარტო ჩვენთან ხდება ეს ხდება ყველგან არსად არ არის ადამიანების ის ნაწილი ის გუნდი რომელიც აი ამ კარგ რელსებზე წაიყვანს თავიანთ სახელმწიფოს და ჩვენთან განსაკუთრებით. ნუ რა არის იცით ყველაზე ცუდი აი ბატონმა გიორგი მილაპარაკა ზუსტად მაგ საკითხზე რომ დღესდღეობით ეხა ჩვენ ვიცით ხო რომ აი მაგალითად მიშა სააკაშვილი რომ მოვიდა ყველამ ვიცით რომ აი ვინც მიშა სააკაშვილი მოიყვანა და ვისთან ერთადაც ის მოვიდა ყველა ეს ადამიანი დაждდა თანამდებობაზე ვიცით ის ფიგურები მაგალითად როგორებიც იყვნენ ახალაიები როგორიც იყვნენ კეზერაშვილები რომლებსაც აი ზუსტად დღესაც იგივე მეორდება რომლებსაც მართლა ერთი წიგნიც არ ქონდათ წაკითხული აბსოლუტური განათლება იყო 0 და ეს ადამიანები ინიშნებოდნენ ვინ რაღაცა თანამდებობაზე თანაც ისეთ მაღალ თანამდებობაზე რომლებსაც პირდაპირებად ხალხის ბედი ვიცით აგერ მაგალითად ლომაიერო დანიშნეს განათლების მინისტრად და განადგურდა
მთლიანად განათლება. განადგურდა დაიქცა განათლება და იმას ვიმკით დღევანდელ დღეს. ვიცით, რაც ხდებოდა მერე სამინისტროებში, როგორი საშინელი ზეწოლა იყო, როგორი კორუფცია იყო და ყველაზე ცუდი კიდე რა მოხდა, რომ განათლების სისტემაში ისე შევიდნენ, რომ აი ყველა ზუსტად მაგას ლაპარაკობდნენ, რომ ჩარეცხეს, ჩაძირეს, გაანადგურეს, დავალება იყო ეს ყველაფერი მიცემული ზემოდან. მერე წავიდა მიშა, მოვიდა ოცნება, მაგრამ ოცნებამაც იგივე გააგრძელა რა. ყველა ცუდი რა ხდება იცით, რომ ეს თანამდებობები ხდება ადამიანის ჯილდო დამსახურებით, მაგალითად შენ მე როგორ მიყვარხარ, როგორ პატივს გცე და ამ თანამდებობას მე შენ გიბოძებ. და შენ არ ვიცი რა, ეს თანამდებობა თითქოს პასუხისმგებლობა არ იყოს რა. ზუსტად ესე ხდება დღევანდელ დღეს. ადამიანები მოდიან, რომლებსაც აბსოლუტურად განათლება აქვთ 0, აბსოლუტურად არიციან რა უნდა გააკეთონ და ეს ადამიანები მერე მართავენ ქვეყანას და მერე რა ხდება? ხდება ბიჭო, თურმე იმან ფული მოიპარა. თურმე ამან ფული მოიპარა. თურმე ეს ამას ამდენი გაუფლანგი აგერ ახლა რა უნდა დავიწყო, აგერ არის просто ჩამოვიწერე, მაინტერესებდა და აგერ თავდაცვის სამინისტროს აქვს ყველაზე დიდი ფული, ხო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამინისტროა. რომელსაც ყველაზე დიდი ბიუჯეტია გამოყოფილი, ხო? აგერ თავდაცვის სამინისტროში თურმე აგერ ჯვანშენ ბურწული თავდაცვის ყოფილი მისლის დაკავებულია ფულის გათეთრებაზე და დიდი რაოდენობით კორუფციული ბრალდებით. გიორგი ხაინდრავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე იგივე ბრალდებით. ვლადიმერ ღუდუშაური თავდაცვის მინისტრის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი. კატასტროფა, ხო? აი საშინელება არის რა. ესეთი რაღაცა რომ გაიგებს ადამიანი უბრალოდ მე რო ხდება რომ იცით რა არის რომ ეს ჩვენი ქვეყანა, ეს ჩვენი ხალხი, რატომ მირბის აქედან? რატომ მირბის? იმიტომ მირბის რომ აი ეს ადამიანები რომლებსაც არ ვიცი შეიძლება განათლება ჰქონდათ, მაგრამ აი ამ ადამიანებმა გააკეთეს ის რომ იმხელა ფული, იმხელა თანხები მოიპარეს, რომლითაც მაგალითად უნდა განვითარებულიყო ჩვენი ქვეყანა. ეხლა რა შორს მივდივარ აგერ მაგის გარდა აგერ სუსის ყოფილი მოადგილე ქთამის აღებაზე დაიჭირეს ადამიანი რომელიც ლევან არაბიძე რომელიც პირიქით აი ამას უნდა აკონტროლებდეს ის ადამიანი თურმე მიდის და ქთამს იღებს და ამის გურისთვის იჭერენ და რამდენი ერთი უნდა ჩამოთვალო აგერ არის ეხლა კიდე ირაკლი ღუდუშაური ძანდაცვის მინისტრის მოადგილე რომელიც აგრეთვე დაყვანილია ქთამის აღებისთვის და კორუფციული გარიგებებისთვის. აი კატასტროფული სიტუაცია და დღეს ეხლა გვირგვინი არის კიდე ეხლა დაერიან იმას რა ქვია. თურმე რკინიგზის დეპარტამენტს. თურმე რკინიგზის დეპარტამენტში რა საშინელებები ხდებოდა და ხდებოდა ეს თემოდა და კვედალოცვილებო ეს ხდებოდა ეს ყველამ ვიცოდით. მეც ვიცოდი პირადად, იმიტომ რომ მე პირადად მქონდა რკინიგზის დეპარტამენტთან დიდი ომი ზუსტად ჩემი სოფელი აი კიდე ერჯერ ვიტყვი ეს გაჟღერებული მქონდა მე ძალიან ბევრჯერ 3 სასამართლო მქონდა რომლებმაც აბსოლუტურად არა პროფესიონალურად დაიწყეს მშენებლობა ჩვენთან სოფელში ზვარეში აგე ნუნისის და ზვარის რკინიგზის გაყვანა უნდათ გვირაბი გაიყვანეს და სადაც საერთოდ შეხება არ შეიძლებოდა დაიწყეს აფეთქებები წამოვიდა მეწყერი რომელიც ვერ შეაჩერეს ამ მეწყერმა გამოიწვია ის რომ ყველამ კარგად იცით ეხლა ძველთაობაზე მაინც ლაპარაკობ უფრო იმათ უფრო ახსოვთ ზვარის წყალი როგორი ზვარის წყალიც იყო ესე იგი ბორჯომის მერე მინერალური წყალი იყო ზვარის წყალი ყველაზე კარგი წყალი იყო საქართველოში ესე ითვლებოდა და ყველაზე მეტი რაოდენობით გამოდიოდა თავის დროზე ბორჯომის მერე რომელიც გადიოდა საბჭოთა კავშირი იყო მაშინ ყველა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში ის ძარღვი რომელიც აი ეს წყალი საიდანაც მოდიოდა და ყველაზე კარგი ძარღვები რომელიც იყო საიდანაც ეს წყალი გადმოდიოდა ის ძარღვები გაუქმდა გაქრა დაიკარგა ზოგი დააბეტონეს ზოგი კიდე გაქრა გაუჩინარდა და ქარხანა რომელიც უზარმაზარი ქარხანა იყო საკმაოდ დიდი ქარხანა იყო თავისი ფუნქცია შეწყვიტა და იმის რეაბილიტაციასაც უკვე აზრი აღარ აქვს აი ეს მოხდა რა და ეს მოხდა რატო მოხდა იმიტომ რომ არაპროფესიონალები იყვნენ იმიტომ რომ იმ მხარეს რომ მხარესაც აფეთქებები დაიწყეს იქ საერთოდ დღესდღეობით არ გაუყვანიათ იმიტომ რომ იქ იმხელა მეწყერი წამოვიდა რომ იქ რკინიგზა ვერ გაიყვანეს და გაიყვანეს დინარის მეორე მხარეს
მეორე მხარეს გაიყვანეს და აი ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი უზარმაზარი თანხები, რომელზეც ჩვენ რჩიოდით, ჩვენ ყვიროდით, ჩვენ დავდიოდით სასამართლოში, აბსოლუტურად ყველანაირად ბლოკირება გაგვიკეთეს. თქვენ ძალიან კარგად იცით, რამხელა თანხები ჭირდება სასამართლოში სიარულს, ჩვენი თანხების დავხარჯეთ რაღაცა, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიტანეთ. დღესდღეობით თურმე გამოფხიზდნენ და დღესდღეობით ლაპარაკობენ ამაზე. ზუსტად ამაზე ლაპარაკობენ, რაზეც ჩვენ მაშინ ყვიროდით და რაზეც ლაპარაკობდით. და ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ დღევანდელ დღეს საქართველოში არის ის, რომ ადამიანები, არ ვიცი, შეიძლება პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც არ შედგივათ ამ ქვეყანაზე გული, რომლებისთვისაც აი ფული არის ყველაფერი, ის ადამიანები მართავენ დღესდღეობით ქვეყანას. და იმიტომაც ვხედავთ ახლა ასეთ უბედურებას. აგერ ახლა უბრალო რაღაცა არის, მე მინდა შევეკითხო სახელმწიფოს. იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ერთ ბუტკაში თურმე, ერთ ბუტკაში 700 მილიონი დოლარი და 80 მილიონი ევრო. ჩვენი პრემიერლის ნათქვამი არის გათეთრდაო. თუ ეს გათეთრდა და თუ ამაზე ხალხი დაიჭირეთ, თქვენ დალოცვილებო, სად არიან ეს ხალხი? რატო არ გვეუბნებით სად არიან? ან ეს ფული საწავიდა. ვის ჯიბეში ჩაჩხრიალდა? რა ვიცი, ხალხს მე მგონი უზარმაზარი თანხა არის, ნახევარი ბიუჯეტი თუ არა, 1/6 ბიუჯეტის ნამდვილად იქნება რა, ეს ამოდენა თანხა. საწავიდა, სად გაქრა? ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. არავის არ უნდა ამაზე ილაპარაკოს. აგერ ახლა თბილისში გეშინია უკვე კლდის გვერდით რომ გაიარო გზაზე მანქანით, იმიტომ რომ არ იცი როდის ჩამოინგრევა, იმიტომ რომ ყველა კლდე არის თითქმის მოჭრილი და იმაზე არის აშენებული შენობები. თბილისში რაც ხდება, ყველამ კარგად ვიცი, დანელიას ქუჩაზე რა უბედურებას დატრიალდა, რომ ჩამოინგრა მთლიანად მთელი ეს კლდე რომ მოწყდა, რომელზეც მიკარებაც არ შეიძლებოდა. აგრეთვე იქითკენ უნივერსიტეტის კი არა, იქ დაფეტრების დასახლებაში რაც ხდება. და რისი ბრალია ეს ყველაფერი? რისი ბრალია? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ფული ჩვენ კი არ გვინდა, უნდათ აი ადამიანებს, რომლებსაც დასკვნებიც ჰქონდათ დადებული, რომ ხელი შეხება არ შეიძლებოდა ამაზე, მაგრამ მაინც გააკეთეს, მაგრამ პასუხს მაინც არავინ არ აგებს. აი ზუსტად ამაზეა აქ ლაპარაკი. დღევანდელ დღეს ჩვენ არაფერი არ გვეშველება, სანამ პასუხისმგებლობა არ იქნება მაღალ დონეზე აყვანილი. და ყველაზე ცუდი რა არის, იცით, რომ ადამიანებმა დავკარგეთ ჩვენ რწმენა. უფლის მიმართ რწმენა დავკარგეთ და გონია რომ იცით რა, ჩვენ შვილებს რომ აი ახლა იმ ფულს მაგალითად რომ მოვიპარავთ და სახში მივიტანთ, ჩვენი შვილები ბედნიერები იქნებიან. ეს არის ძალიან მოკლე ვადით, შეიძლება ბედნიერები იყვნენ, იქ სათამაშო იყიდონ, მანქანა იყიდონ, მაგრამ გრძელვადიან მდგომარეობაში თქვენი ოჯახი განადგურდება. იმიტომ რომ არ შეიძლება მოპარული ფულით ბედნიერება იგზნოს ადამიანმა. ვერ იგზნობს ბედნიერებას, იმიტომ რომ არ ხდება ესე. ეგერ იუდამ რაც გააკეთა, გაყიდა. იესო და მერე თავი ჩამოიხჭო, ხო? ზუსტად იგივე არის, შენ რო იპარავ სახელმწიფოს რო ფულს პარავ, შენ იგივე გამყიდველი ხარ, იგივე მოღალატე ხარ. ამას როგორ ვეხვდებიან? ეს ახალგაზრდა ხალხი, მე მეწოდებიან ის ადამიანები. მართლა მეწოდება, გულით მეწოდება ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ. და ვერ ხვდებიან რას საშინელებას ჩადიან თავის წინაშე, სამშობლოს წინაშე, თავის ოჯახის წინაშე, შვილების წინაშე, იმიტომ რომ არ შეიძლება, არ შეგრჩებათ ხალხო. ციხეში დაჭერა კი არ არის მთავარი, ან თუ გინდათ იმ ფულის ჩამორთმევა კი არ არის მთავარი. სული გინადგურდებათ და განადგურდებით, უბრალოდ გვარი გაგინადგურდეთ შეიძლება. აი ეს არის რა, მე სულ ამაზე მაქვს ლაპარაკი და კიდე რა არის, იცით, აი ყველაზე ცუდი რაც ჩვენთვის არის, მართლა მეუღებელი რა. დღეს ახლა გამოდიან და ის სიძულვილის ენაზე მელაპარაკებიან. ბიჭო, ადამიანს შეიძლება რაღაცა სიძულვილის ენაზე დაპარაკი კონდეს. ან ვიღაცა მე რაღაცა თქვას, რომ იცი რა, ეს სიძულვილი არის მე ჩემთვის, აი ეს არ უნდა გეკადრებინ, ეს არ უნდა გეთქვა. იცით რა არის, მაშინ უნდა ვთქვათ, მე რო რაღაცას ვლაპარაკობ. ვიღაცისთვის სიძულვილია თუ არ არის სიძულვილი, როგორ უნდა დაამტკიცო. ან როგორ უნდა თქვა. ან რანაირად უნდა თქვა. გინება არ შეიძლება ყველამ კარგად ვიცით ჩვენ რო ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. და გინებაზე საერთოდ აგერ ჩვენი მეფები დავით აღმაშენებელი საერთოდ თავის ჯარისკაცებსაც კი ჯიდა გინებაზე. ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ ადამიანი, რომელიც არ გიყვარს, რომელსაც პატივს არ სცემ, რომელმაც გაგანადგურა და იმაზე რო თქვა, რომ ეს არის არაკაცი,
ამის თქმა შეიძლება თუ არ შეიძლება, ესეც უნდა გვითხრათ რა. იმიტომ რომ არაკაცებით გაივსო ქვეყანა. ქვეყნის მოღალატეებით გაივსო ქვეყანა. და ღალატი არის ზუსტად აი ის ჩინოვნიკი რომ მოიპარავს ფულს, ჩემთვის არის პირადად ქვეყნის ღალატი და ის უნდა დაიშაჯოს როგორც სამშობლოს მოღალატედ. მე აი ამას პირდაპირ ვამბობ რა. პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ აი ცხოვრებამ აი ამის მეტი მე არაფერი არ მანახა. მანახა რომ ყველა ეს ადამიანები შადიმანი ვინ იყო? შადიმან ბარათაშვილი. შადიმანი ზუსტად იგივე მოღალატე იყო. ის თავის რას იცავდა? თავის ფულს იცავდა, თავის შემოსავლებს იცავდა და გაყიდა ქვეყანა. ზუსტად ეს იყო. ეს ხდებოდა ზუსტად შედარება ერთი და იგივეები არიან, ერთიც და მეორეც. ამას რა, ამან ხალხი უნდა დაიცვას სუსის უფროსმა, ხალხი უნდა დაიცვას და ეს პირიქით ხალხს კორუფციულ გარიგებებში და ვიღაცას იჭერს, ვიღაცას არ დაიჭერს და იმას ვინც ასაჭერი არის, იმას გამოუშვებს და გაარიგება მოახდინა, ჩაიდო ფული ჯიბეში და მას გონია რომ თავისი შვილი ბედნიერი იქნება. აი ეს არის ხალხო ღმერთს უნდა დაუბრუნდეთ. უნდა ადამიანება ვისწავლოთ ის რა არის ცუდი და რა არის კარგი. და ეს ქვეყანა ჩვენი არ არის მარტო. ეს ქვეყანა არის ჩვენი შვილების, მათი შვილიშვილების და ესე უნდა გაგრძელდეს თუ გვინდა რომ საქართველოს კიდე ისუნთქოს. ჩვენ ხელში. თუ არა და აგეთ ჩვენ უკვე ჩართული აქვს საქართველოს თავისი ტაიმერიო რო იტყვიან. მივდივართ უკან აგერ არ გჭირდება არავინ, ყოველ წელიწადს 5000 კაცით ნაკლები იბადება. 5000 კიდე ჩათვალეთ რომ ერთი დაბა ქალაქი არის ჩვენთვის საქართველოსთვის ერთი მაგალითად რა ქვია იქ რაჭაში რომ არის ამროლაურის რაიონის აი მოსახლეობაც კი არ ცხოვრობს მან მაგდენი ზამთარში მაგდენი აი ერთი ამროლაური შეიძლება ყოველ წლიურად აღარ იყოს საქართველოში აი ეს მომენტი არის რა იფიქრეთ ამაზე რა აი ეს მინდა დამეთქვა კარგით ნამდვილად ყველა სფეროში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები მეგობრებო მაგრამ ესე იგი ყველაფერი მიდის სახელმწიფოს მშენებლობაზე რა ეს ყველაფერი სახელმწიფო ვერ შევინარჩუნებთ ჩვენ სახელმწიფოს თუ კანონი არ დავიცავით ესე იგი ჯერ უნდა მივიღოთ კანონი და შემდეგ შევასრულოთ კანონი ესე იგი უნდა იყოს მონიტორინგი ამ კანონზე აი სულ ამას წინათ თქვენ კარგად იცით რომ აი ეს დისტრიბუტორები რომ არიან შეკვეთით დატარება საჭმელის და მოტოციკლეტებზე როზიან რა ვიცი რა ქვია ამ სფეროს უკვე ვეღარ ვიცი ხო ბაიკერები და სერვიზი სახში მიტანის სერვიზი თავისთავად ეს კურიერის სერვიზი არ არის ცუდი ხო გემსახურება ადამიანი და ჩვენ გვინდა ვიხილოთ ის ადამიანი იმ მოტოციკლზე და იმ ბაიკერზე რომელმაც იცის ქართული მეტყველება ქართული საბუთი აქვს და საერთოდ საქართველოს მოქალაქეა ის შეიძლება იყოს ახალგაზრდა ძველგაზრდა ამას არ მნიშვნელობა აქვს და ვითომ მიიღეს ეს კანონი, ესიც რაღაც გაუკუღმართებული კანონია ევროპაში, ესე იგი თქვენ ვერ იმუშავებთ თუ არ გაქვთ საბუთები და თუ არ ფლობთ ადგილობრივ ენას. გამორიცხულია. ვერც ამერიკაში, ვერც რომელიღაცა ქვეყანაში არ არსებობს. მე მგონი აფრიკაშიც არ მოგცემენ იმის საშუალებას, რომ უსაბუთოდ ჩამოვიდეს პაკისტანიდან ვიღაცა და გადაალაჯოს იმ ესე იგი ბაიკერზე და იკატაოს იმით და გააკეთოს ბიზნესი. რაც საქართველოში ხდება. მოდის ტაქსი, აი მოტოციკლის თავი გავანებოთ, ტაქსით მოდის ადამიანი, ტაქსისტია და ესე იგი ქართულად ვერ მეტყველებს, ინგლისურად ვერ მეტყველებს, რუსულად ვერ მეტყველებს. სომხურად ვერ მეტყველებს, აი მოკავშირე ესე იგი ჩვენი მეზობელი ქვეყნების ენებზეც ვერ მეტყველებს. არიან პაკისტანიდან, ან ინდოეთიდან, საიდანღაც ჩამოსული, ნუ აი არ ვიცი რა. მე მგონია ესე იგი სადღაც ყრუ ჯუნგლებიდან ჩამოსული საკუთარ დედაქალაქშიც რო არ გაუულია. და გაუგია რომ აი საქართველოში კეთება ფული, ჩამოდით, არის სამუშაოები, ეს დოყლაპია ქართველები არ მუშაობენ და დავეპატრონოთ აი ამ სისტემას. ჩამოდიან ერთმანეთს ეპატიჟებიან ტელეფონებით და ჩამოდის ეს ურდო და აი პრაქტიკულად დაპყრობილი აქვს მთელი ქალაქი. და ეს შეზღუდვა უნდა გავრცელებულიყო არა მარტო აი ამ ბაიკერებზე და აი მოტოციკლეტით, ესე იგი მომსახურებაზე, საერთოდ მშენებლობაზეც ბევრ სხვაგან, ესე იგი სხვა სფეროშიც არ უნდა დასაგვდეს საქართველოს არა მოქალაქე. და ის ადამიანი, რომელიც ადგილობრივ ენაზე ვერ მეტყველებს, მოკლედ რაღაცა საკუთარ თავს პატივცეთ, გავიხედეთ ევროპაში როგორი შეზღუდვები გააკეთეს.
ხო იყურებით ამ ევროპისკენ კაცო ვერ გავიგე ახლა არ ვიცი ჩამოდის ის ემისრები და ესე იგი ამის არის ფეხსაცმელს უწმინდავთ არა აი ესე დამცირებაში ხართ გადმოიღეთ რა ეს კანონები გადმოიღეთ სრულმასშტაბიანი კანონები რაც არის საფრანგეთში რაც არის ინგლისში რომელიც იცავს უკვე გამოფხიზდნენ ისინიც რომ ესე იგი წაილებენ ამ პაკისტანელებისგან ინდოელებისგან აფრიკელებისგან აფრიკა ელოდება ეხლა აი ხო გეუბნებით სად წავიდეს ევროპა ჩაკეტეს მიიღეს ამ კაცრი საიმიგრაციო კანონები ამერიკა ჩაკეტილია ამ შენგენის ზონაში უკვე ვეღარ შედიან და მთელი აფრიკა ეხლა დაძრულია და კავკასიისკენ მოდის და სად მიდის დოკლაპიების ქვეყანაში რა საქართველოში სადაც არავითარი კანონი არ მუშაობს წაგულეკავენ მარტო განაში 200 მილიონი აფროამერიკელი ცხოვრობს 200 მილიონი და სადღაც მთელი აფრიკა მეგობრებო მე მგონია 700 მილიონამდე არის ჯამში ხო და რაღაცა ბარიერები არ უნდა შექმნათ ის კანონიც ის გასაცდოებული კანონიც რომელიც არ არის სრულყოფილი რომელიც მიიღეს აი მარტო თან ესე იგი აი ამ საჭმის დატარებას რაც ეხება ხო თითქოს სხვა სფეროში უნდა იმუშაონ ეს მაინც გააკონტროლეთ დღისით ბზისით ისევ ზიან აი ამ იმეებზე და ვერც ერთ ენაზე ვერ მეტყველებენ მოაქვს ის რაღაცა ხინკალია თუ საჭმელია თუ რაღაცა ვერ აგებინებ ვერც ერთ ენაზე ვინ არის რა არის და საერთოდ ამ მარსიდან ხო არ არის ჩამოსული ხო და რატო არ არის კონტროლი უნდა დააჯარიმოთ მაშინ ის ვოლტი უნდა დააჯარიმოთ ის ფირმები რომლებიც ამ ბიზნესშიც არიან და ამ ბიზნესით საქმიანობენ ხო როდესაც მაინც ყავთ შტატში ეს ხალხი და მაინც დადიან და დაატარებენ ამერს მიუხედავად კანონისა კანონის მონიტორინგი რატომ არ არის ვის ევალება ეს აი ამაშია სწორედ აი ყველა დარგი რომ ჩავარდნილია არსებული აი ამ უმწეო კანონებითაც რომ მიხელმძღვანელოთ ამის მონიტორინგი რომ იყოს აი ამ ცუდი კანონების მაინც რაღაცა სახელმწიფო მოწყობაში რაღაცას დაგვეხმარებოდა და რაღაცა სტაბილიზაცია მოხდებოდა ანუ კანონები არ უარგა ამ უარგესი და არასრულყოფილი კანონების მონიტორინგიც არ არის და რეაქციაც არ არის ამ კანონებს ამიტომ გავაკეთოთ ახლა ეს მიხედეთ რომელიღაც აი დანიაში როგორ არის დაცული ხო აი ამ მიგრანტებისგან როგორ არის დაცული ახლა ინგლისშიც მიიღეს შენგენის ზონაში ისეთი მკაცრი კანონები მიიღეს როგორ წარმოიდგინე რომ ესე იგი პრაქტიკულად მე მგონია 20-30 წელიწადია ვინც არის იქ და პირადობები აქვს აღებული და რაღაც საბუთები აქვს მე მგონია იმათაც გამოყრია მალე და ამას ვიხილავთ ეს პროცესი ამერიკაში უკვე დაიწყო პრაქტიკულად ყრიან ყველას მოქალაქეობასაც ართმევენ ეს პროცესი უკვე ევროპაშიც იწყება არჩევნებში იმარჯვებს სწორედ კონსერვატული ძალები რომელთაც ყველში ამოვიდათ უკვე ეს ამდენი აზია პრაქტიკულად წალეკეს ევროპა და გაამკაცრეს კანონები ჩვენს გავამკაცროთ რომ დავიცვათ ეს ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტი გამგებმა გაიგეს ვისაც სმენა აქვს ისმინოს და დავიწყოთ ამაზე მონიტორინგი რაც მიიღეთ იმის მონიტორინგი მაინც გააკეთეთ ხალხო ჩვენი მეორე სტუმარი ბატონი გიორგი კუბატაძე ეროვნული კაცი პატრიოტი ადამიანი მამულიშვილი ბატონ გიორგი რას გვეტყვით აი ამ ბევრი სათქმელი ბევრია მაგრამ სათხარი უამრავია ჩემო გიორგი მივესალმები ობიექტის ტელერადიო მაყურებლებს და მსმენელებს პატივისცემით ნუ საიდან უნდა დაიწყო ადამიანმა და არ ვიცი უბრალოდ მთელი კასკადია პრობლემები საქართველოს შესახებ დღეს გადასაჭრელი. აქედან გამომდინარე ყოველი ამას უნდა ანალიტიკური გონება, გაფიქრება, საიდან როგორ მივედით ასე რა სიტუაციაში და დღეს ჩვენ აღმოჩნდით ერი და ბერი და აი ისტორია მარტო ჩვენი ისტორიით კი არ უნდა შევხედოთ ჩვენ მდგომარეობას როგორ ვათაგებს სოფლიო ისტორიებს უნდა შევხედოთ ხალხთა ისტორიებს არის სოფლიო ხალხთა ისტორიებში ხალხებს ერებს დაშვებული აქვს ისეთი შეცდომები რომლის გამოსწორება ზოგის მოხერხდა და ზოგმაც კიდევ ვეღარ მოახერხა თავის შეცდომების გამოსწორება ჩვენ ამ 30-35 წლიან პერიოდში უამრავი შეცდომა გვაქვს დაშვებული მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მადლობა უფალს კიდევ გამოსწორებადია მაგრამ იყო შეცდომები მაგალითად გეტყვით აი ერის ეთნოსი იყო ჩრდილო კავკასიაში უბიხები რომელიც რუსეთის შემოსვლას აღუდგენ წინ ისეთნაირად რომ ერთი უბიხი ცოცხალი აღარ დაჩნდა მთელი ერი გაწდა. ეხლა გინა არ გინა გადახედეს ისტორიის გადასახედიდან უკვე შეცდომა იყო იმ ერის, იმიტომ რომ ეთნოსი აღარ დარჩა, განადგურდა. ასეთი შეცდომა იყო გერმანელი ერის ისტორია, ორი მსოფლიო ომი დაიწყეს და 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე წაართვეს კაცობრიობას.
ასე იყო აბსოლუტური ეთნიკურობა, აი მესია, ქრისტე, განკაცებული ღმერთი ჩამოვიდა და კაცობრიობა არ მიიღო და ჯვარზე გავახერხა. ასეთ უბედურება შეიძლება ჩავთვალოთ დღეს რაც ხდება ამ მოძმერებს შორის, უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს საშინელი ომი რაც ხდება და კიდე ჩვენ რაც ჩავიდინეთ და რაც გავაკეთეთ ამ დავაქციეთ ეკონომიკა ერთმანეთი ჟუჟეთ, ხოცეთ ქართველებმა ორიენტაციის გამო ერთმანეთს ჭამდა ქვეყანა არ ლაგდება. არის 1000 პრობლემები. საიდან უნდა დაიწყოთ? ყველაზე საშინელი პრობლემა მე დღეს მიმაჩნია და ჩემს სამეგობროს და თქვენთანაც მე მგონია ვეთანხმებით, არის ერის აი კონსოლიდაციის არ ქონა საერთოდ და გახლეჩა და მეორე დემოგრაფიული პრობლემები საქართველოს. ამას თუ შევხედავთ ჩვენ მარტო იმ ეკონომიური თვალსაზრისით და ეკონომიური კუთხით, ეს მარტო ასე არ არის. ამას მთელი წინაპირობები უდევს. ამ ყველაფერს სიდამოვრით აქამდე შემოგეთილებო. საბუბედუროდ ყველაფრის ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენი კონსტიტუცია, რომელიც მივიღეთ ამ კონსტიტუციად ნელ-ნელა უტარებთ რეფორმებს ცდილებებს, არ იძლევა აი ქართულ რეალობას, ქართულ სულს, ჩვენ რეალურ ცხოვრება და ჩვენ წარსულს არ შეეფერება. ყველაზე დიდი უბედურება ის არის ამ ყველაფრის, რომ აი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მართავს ქვეყანას, პოლიტიკოსები და ეს ძალები, პოლიტიკური პარტიები საერთოდ მოკლებული არიან იმ ღვთიურ აზროვნებას და ღვთიურ მადლს, რასაც ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი ერის საუნჯე იყო მთელი საუკუნეების მანძილზე. აი ეს არის ჩვენ ამას ვახმაურებთ ყოველთვის, რომ აუცილებელია დედაეკლესიის კონსტიტუციის ჩართულობა ქვეყნის მმართველობაში, რომ ეკლესიას ჰქონდეს ზეპარტიული სტატუსი. დღეს საქართველოს პოლიტიკა არის თანხის და ფულის შორის კაპიტალის პირველი ადგილი და ასპარეზი, პოლიტიკური ასპარეზი. რაც თქვა აგერ ჩვენმა გიგამ რამდენი ჩამოთვალა ჯერ ამ ხელისუფლების და როგორი იმედი და როგორი სიყვარული და როგორი ყველაფერი შეჩერებოდა ხალხი და იმედი ჰქონდა ყველაფრის და რამდენი აი არ მინდა დავასახელო შეუნდოთ უფალმა ღმერთმა რამდენი კორუფციაში და რამდენი მილიონებში და ახლა თანხებში და ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებების აბსოლუტურად იდენტური იყო. არ არის რაღაც ისეთი ინსტიტუცია, ისეთი რაღაც მაკონტროლებელი, რომელიც აი ამ ხალხს გააჩერებს, აი ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩერებს, აი ამის არის ზუსტად ჩართვა დედაეკლესიის ჩვენი ქვეყნის მმართველობაში კონსტიტუციური რაღაც უფლებები რო ქონდეს მას მინიჭებული. და პლუს კიდე აი ჩვენ საზოგადოებას ქვია წინაპართა გზა, ჩემოკეთილებო. და ამ უბედურების მიზეზი კიდე ამ ჩვენი ყველაფრის საქართველოსი რაც ჩვენ წინაშია გამოწვევები არის ის, რომ ერის ცნობიერება არის შებრუნებული და ის ცნობიერება არ არის, რაც ჩვენ მქონდა საუკუნეების წინ. აი ერის აწყობა მარტო ეკონომიური კუთხით და მარტო ეკონომიური ფიქრით არ უნდა ხდებოდეს. გადაახშალეთ უკან საქართველოს ისტორია, გადაიხადეთ უკან და 800 წლის უკან სულ სხვა იყო საქართველოს ცნობიერება. ზუსტად 800 წლის უკან 1226 წლის ოქტომბრის 13-ში დადო იმ 100.000-მა ქართველმა თავის ქრისტეს გულისთვის და სარწმუნოების გულისთვის. დღეს ამაზე რამდენი ადამიანი ფიქრობს, აი რამდენი ქართველი ფიქრობს საქართველოში დღეს, რომ იფიქროს ცხონებაზე და არა ცხოვრების მოწყობაზე. ცხონება დღეს მეორე ფლანზეა, ყველასთვის და პირველია ცხოვრება და გართობა და დროს დარება. აი დემოგრაფიულ პრობლემას რო უყურებთ, მე ვიცი უამრავი ახალგაზრდა ვაშკაცი კაცი ყველანაირად სახლი ქონებს, ცოლი არ მოყავს, იმიტომ რომ ზნეობა და მენტალიტეტია შეცვლილი. არ გეუბნოთ ეს მარტო ეკონომიური მიზეზი იყო. მე უამრავი ვიცი, შემიძლია ჩამოგიტვალოთ, რომ პერსონალურად ხარ დავასახელე, მაგრამ უამრავი ვიცი. ჩვენ წინაპრებს რა ქონდა? ჭრახი ქონდა და 9 და აშლის დიდენ, ხმალი ქონდა და გუთანი ქონდა, მეტი რა ქონდა. მაგრამ ეს არის ზუსტად რომ ქრისტეს მოწნი და ეს არის ყველაფრის ამის მიზეზი. აქედან არის ეს ყველაფერი შექმნილი. ქართველ ერს შემოკეთილებო აქ უდიდესი თვისება ქრისტიანული მამები პირველ საუკუნეებში ჩვენი წმინდა მამები, ვინც ქრისტიანული საზოგადოება მოგვიტანა, დაასხდნენ ეს ანტონ დიდის და მაკარი დიდის პერიოდია და დააფიქრდნენ და ერთმანეთში ჰქონდათ სადაბაში ეს ბატორია დიშერწელიდან ვიცი მე მომისმენია მისთვის რომ რა არის ადამიანის ყველაზე დიდი სათნოება, რაც ადამიანს აქვს შეიძლება ღმერთიდან მინიჭებული. ზოგმა თქვა კეთილშობილება, ზოგმა თქვა აი წესიერება, მოწყალების გაცემა, პატრიოტიზმა, 1000 რამ შეიძლება თქვა, მაგრამ ბოლოს მაკარი დიდმა თქვა ასეთი სიტყვები, რომ ადამიანებს ყველაზე დიდი სათნოება, რაც ღმერთიდან მოვენიჭა, ეს არის გამრჩეველობა. აი ზუსტად გამრჩეველობა იყო ის ძალა, რამაც საქართველოს დღემდე მოიყვანა. საქართველოს დედაეკლესია ამდენ დღემდე მოიყვანა. აი იმ პერიოდში, როდესაც წმინდანინო შემოვიდა, ერმა შეხედა, დაინახა და აირჩია ზუსტად ის რელიგია, რომელიც რელიგიას მოვეიდღის მართლმადიდებლური სარწმუნოება. და აი მაგან მოგვიტანა ყველაფერი, თუ რამე მოგვიტანა. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც წვალებულებაში არ ჩავარდნილა, ჩემო ბატონებო, ხატმებრძოლეობაში არ ჩავარდნილა, რომელსაც შიგნი ერესი და უბედურება არ ქონია. და ეს საუნჯი, ასეთი საუნჯი, რომელიც გვაქვს ჩვენ, ეს რო არის დღეს უგუნებელს ყოფილი და არავის არ ეკითხებოდა
ჯერ ჩვენ ნეთახსენებულია მეორეს და ეხლა არ ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ ახალი პატრიარქი ახალი დამზადებულია, აი ეგ არის ზუსტად მეზი და არ შეიძლება რომ ერის მამა ეხვერწებოდეს ეს რომ მიწას ნუ გაყიდით ამ კანონს ნუ მიიღებს. ეს არის ერის გადასაწყვეტი, არავის გადასაწყვეტი არ არის. მით უმეტეს მე წინა გადაშემაშინებას გავაჟღერე რომ ზუსტად ის ვენეციის კომისიის საპროგრამო დოკუმენტები და ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას რომ ერის ისტორიული წარსულის გათვალისწინებით დავსახოთ და შევიტანოთ ცვლილება რომ ეკლესიას ჩვენ დიდ ეკლესიას მაცხონებელ ეკლესიას კონდეს ვეტოს დადების და რაღაც ესეთი უფლებები ჩვენ კონსტიტუციაში. აი რამდენ რამეს გადარჩებოდი და რამდენ უბედურებას შემოგეთილებოდა. აი ამაზე მაქვს მე მთელი აქცენტი და მთელი აზროვნება რომ ვიფიქროთ მარადისობაზე და ვიფიქროთ იმაზე რომ ჩართულობა მოკლეს ეკლესიის ქვეყნის ხორებაში. სხვა ჩვენი გამოსავალი და ეს პრობლემები არ დამთავრდება. ეს ქვეყანა აი მე არ მინახლა ყველას შეურაცხყოფა მივაყენო ყველაზე რა თქმა უნდა არის თქვის ულამაზეს ხალხი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს მაგრამ 80% შეიძლება ითქვას შეიძლება მაპატიოს უფალმა მე ვწდები ბევრს ვამბობ მაგრამ ბევრი უამრავი ადამიანი პოლიტიკოსი და აი ეკრანზე გამოსული ადამიანი და ის წინამთავრ აი შეხედეთ იმ დეკლარაციებს ქონებებს შეხედეთ როგორ არის რაფერ არის და რა ქონებები და რა სიმდიდრე დააშორეს მერთმა მშვიდობაში მოახმაროთ მე არაფერი სინანული მიცეთ როგორ აიღეს აღარ აიღეს მაგრამ აი საკითხი უნდა იყოს საერთიდან გამომდინარე რომ ვიფიქროთ ამაზე და აი მარადისობაზე ვიფიქროთ ერმა და ბერმა და არა იმ მოხეჭაზე იმიტომ რომ აი დიდმა ალექსანდრე მაკედონელმა დამპყრობელი როგორი იყო ცით ყველაფერს თავის მთელი სიცოცხლის ბოლოს შეაფაზა იმ გარდაცვალების წინა საათებში რომ მიხვდა რომ არაფერი ამ ქვეყნიდან არ მიქონდა გარდაიცვალა მისი იმპერია დაიშალა კიდე ნაწილები არაფერი ამ ქვეყნიდან ჩვენ არ მიგვაქვს მარტო ცოდვა და სიკეთე რასაც გავაკეთებთ მადლი აი ამაზე უნდა ვიფიქროთ ერმა და არა იმ კუჭის ამოძღმაზე და უნდა მოусმინოთ მეტად ჩვენ დიდ ეკლესიას კონსტიტუციურად და ისედაც სამოქმედო. აი ამას გეტყვი ჩემო გიორგი. შეიძლება სათმელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვერ გადმოც, იმიტომ რომ მასალა დიდია და ერთს გეტყვით. აი ამერიკის შეერთებულ შტატებს რა და უდიდესი პრეზიდენტი, მე არ ვიცი, თუ იმე იტყვის შეიძლება უფრო დიდი პრეზიდენტი იყო აბრაამ ლინკოლნი. აბრაამ ლინკოლნს აქვს ნათქვამი ოქროს სიტყვები. დავიდეთ ეხლა ყური მე გეტყვით. მე ეს ეკრანიდან არ გამიგონია, წაკითხული მაქვს ზუსტად ისი. ლინკოლნი ამბობს ასეთ სიტყვებს. მეო განგებამო დამაყენა იმ მდგომარეობაშიო რომ მე მემორჩილებოდა 10,000-ობით და 100,000-ობით ჯარისკაციო, ხიშტები მათიო, ხმლები ჩემგან კარგულებაში იყო, ზარბაზნები მთელი ამერიკის ბიუჯეტის ოქროს ზოდები, დოლარები ჩემ ხელში იყო, მაგრამ არც დოლარი, არც ოქროს ზოდები, არც ზარბაზნები, არც ჯარისკაცი და ხიშტები ჩემი შველელი არ იყო. ჩემი შველელი იყო უფალი, მე ლოცულობდი და ლოცულობდი. რომელი ხელმძღვანელიდან გაიგონია საქართველოს ეს სიტყვები ჩემომატო. აი ამაზეა ყურადღება მისაქცევი ეს ჩვენ უნდა გადაწყვიტოთ ერმა თითოეულმა ჩვენთანმა მიიტანოთ გულთან არა გვაქვს ჩვენ არც დაფინანსება არც არაფერი არ ჩვენ სამეგობროს რაღაცნაირად ან ხელმოწერები შევაგროვოთ ან რაღაცა და აი ერთადერთი ობიექტივის ტელევიზია მადლობა ფოსო გვიღებენ კარს და სამეფო არის ეს ორი არხი გვიღებს კარებს და ესენერად ნენად ვცდილობთ რომ გავხმაურდეთ ნახოთ დანარჩენი უფლის ხელშია ყველაფერი და ჩვენ სიმონდევნით ღვთისმსხალობით რომ ამას ერს და ბერს გავაგებებ და იმ გარჩენილობის უნარით რომელმაც დღემდე მოიყვანა საქართველოს და რომლის მალსაც დღეს ვიმკით ჩვენ ყველაფერ მოღვაწეობაში, ხელოვნებაში, სპორტში, თუ არ ვიცი რაც მიღწევებია კაცობრიობის ყველაფერში აი გამორჩეულები რო ვართ, აი ეს არის უცად ამის დამსახურება და აი ვეცადოთ რომ აქეთკენ წარვართოთ ჩვენი საქმიანობა და ჩვენი ეს მოღვაწეობა შემოგეთილება. შვენიერი აზრია, შვენიერი ნამდვილად ბატონი გიორგი კუბატაძე თაობს წინაპარ მე ერთავ გიორგი მე ერთი არა ვარ შემოგეთილი. კი, რა თქმა უნდა, წინაპარ გზა, რომელიც ჩვენ საზოგადოების წევრები ხართ, თქვენ და ბატონი გიგა შემოგეთილი. კი, ნამდვილად. წინაპარ გზა, რომელიც ამბობს, რომ აუცილებლად და ჩვენს ვეთანხმებით და ბევრჯერ გავაჟღერეთ ეს ეთერში უკვე Facebook ტელევიზიაში, ჩვენ ტელევიზია, ეროვნული ტელევიზია დიდგორშიც, რომ ნამდვილად საქართველოს დედა ეკლესიას უნდა კონდეს აი იმ კანონების კუთხით ვეტოს დადების უფლება პარლამენტში და ეს კონსტიტუციად უნდა იყოს გამტკიცებული აი ეს უფლებები რო ყოფილიყო აი ამ სწორედ იმ ავად სახსენებელ ანტიდისკრიმინაციულ და იუვენალურ და სხვა ესე იგი დამღუპელ აი ამ კანონებს რომლებიც ევროპიდან იყო შემოგდებული და რომელმაც უკვე დაამახინჯა ჩვენი ერის ეროვნული მენტალობაც და ეროვნული ცხოვრებაც რაღაცა დიდი ხინჯი შემოიტანა აი ამის ვეტეს უფლება რო ქონდა მაშინ ჩვენ წმინდა სინოდს ჩვენი უწმინდესის ესე იგი მეთაურობით თავის დროზე რო ყოფილიყო ეს მექანიზმი მაშინ ეს ამ ფორმით ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი ნამდვილად არ შემოვიდოდა. შვენიერი აზრია და ჩვენ ორი ხელით ამას მივესალმებით და ჩვენ მინდა რომ აი ამ ინიციატივას მთელი გული დაუდგეს მთელი საქართველო.
ჩვენ ეთერში შემოგვყავს ხოლმე ზარები, მეგობრებო, მზადა ვართ რომ თქვენს შეკითხვებს უპასუხოთ და ძალიან გთხოვთ, ვინც დარეკავთ თემასთან დაკავშირებული დარეკეთ, საერთოდ საქართველოს საზოგადო ცხოვრება, რა ვქნათ, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები, ერთობის პრობლემა, ამ კუთხით დარეკეთ და ნუ დარეკავთ რაღაც განყენებულ თემებზე, რომ თქვათ იქ დეზერტირის ბაზარში პომიდორი გაცვიჭდა. ასეთ თემებით ნუ შეგვაწუხებთ, სირცხვილია უკვე ესეთი რაღაცების დარეკვა და ამიტომ თემასთან დაკავშირებით დარეკეთ და ჩვენ გავაგზავნებთ ესე იგი ლაპარაკს, სანამდე ზარი შემოვა. ბევრი რაღაცა ქვეყანაში გასაკეთებელი და ერთად დგომა, ერის გამოფხიზლება, თითოეული ჩვენთაგანის ქვეყნიდან გაქცევა კი არა, გააქტიურება. იმიტომ რომ ვინც გაიქცა და ემიგრანტი გახდა, ხო, პრაქტიკულად ხო კი თავისი ეკონომიკური მდგომარეობა მეტნაკლებად გამოასწორეს, ან რაღაც გამოსწორების რეჟიმში არიან, მაგრამ ქვეყანა ხო მიტოვებულია. და ძალიან კიდე ერთი მე მითხრა. ხო, გული წყდებოდა სწორედ ჩვენ დიდ მამულიშვილებს, რომ მამა გაბრიელ სალოს, რომ ნუ მიატოვებთო ქართველობა თქვენ ქვეყანას, იმიტომ რომ სამშობლო, ესე იგი მშველელის გარეშე დარჩება. აი ბატონო გიგა რა სიტყვით? ხო, აი ზუსტად ბატონო გიორგი თქვენ რომ ბრძანეთ რა. აი ახლა მინდოდა ზუსტად მეთქვა ჩვენი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქედან არიან ბევრი წასული. ახლა ზუსტად 2 დღის უკან მოხდა ამერიკის საიმიგრაციო დეპარტამენტმა, რომ ეს ქართველები, ერთი ბიჭი 53 წლის კაცი, რომელიც თურმე საიმიგრაციო იმაში რომ იყო მოთავსებული, გარდაიცვალა და დანარჩენები თურმე აგერ ჩაყარეს თვითფრინავში, როგორც არ ვიცი რა, რუსებზე ვლაპარაკობდით თურმე და იქ მათმა რუსებმა საქართველოში მაინც ჩამოიყვანეს ის ხალხი სადღაც იმაში და ამათმა გაუშვეს აფრიკაში სადღაც. სად ამერიკაში? ამერიკაში ეს ჩვენები, რომლებიც დააკავეს ემიგრანტები, რომლებიც იყვნენ, ჩაყარეს თვითფრინავში და შეტენეს აფრიკის სამხრეთ აფრიკაში, რომელიღაცა სადღაც ცხოვრობენ, სად არიან. კაციშვილმა არის უბრალოდ იქ რო გაუშვეს ეს ემიგრანტები, ვიცით რა. იქ აქვს გაკეთებული რეზერვაციები. რეზერვაციის ვარიანტი. და სხვათა შორის ევროპა მიიღო, აი გუშინ ნახე მე YouTube-ზე, ევროპა მიიღო რეზერვაციებს აკეთებს აფრიკის ტერიტორია, იმიტომ რომ იაფიჯდება იქა. ხო, და იქ მე ემიგრანტებს, ვისაც გაყრის, თავს იქ მოუყრის და შეიძლება 6-7 თვით და 1 წლით იქ აფრიკაში ამუშავონ კიდევაც, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ. მაგას ვამბობდა, ეს ხალხს ცოტა დაფიქრდით ხალხო რა. მოდი ჩვენ ქვეყანას მივხედოთ. დაბრუნდით ქვეყანაში, რო არის რა. ძალიან არავის არ ვაინტერესებთ, იცოდეთ რა. არავის არ ვაინტერესებთ რა. რაც დრო გავა, მით უფრო დამძიმდება სიტუაცია. ჩვენ ქვეყანას ჩვენ მივხედოთ. ვართ ომოლიერი. ეგ არის, არავის არ უნდა ჩვენი არც. კარგით, მეგობრებო, 2 წუთი რჩება, აი რაღაცა რეზიუმე გავაკეთოთ, ზარის შემოსვლა ვეღარ ასწრებს, ალბათ ბევრი რეკავს და ხანდახან იმდენი რეკავს, რომ ბოლოს ბოლიადის იქ სატეფლო სადგურს ესე დაიწყება გაიჭედება ხოლმე, გაიჭედება. ნუელოდებით შემოგიორგი ვიტყვი ერთ ნუელოდებით გმირის გამოჩენას, რომ ერთი გმირი გამოჩნდება ვინმე და ამ ქვეყანას შემოატრიალებს და ერთობა. ბერტოლდ ბრეხტს ასეთი სიტყვები ნათქვამი, უბედურია ერი, რომელსაც გმირი ჭირდება. ჩვენ ილია პატრიარქი დიდება მის სახელთან, ათელილა გელზეოდეს იგიდან თავისუფლად ამბობდა დაიცავი თქვენი წილი საქართველოს. ეს შეიძლება ნებისმიერ მოქმედებაში გაგიგოს. მაგრამ ეს ვერ მოხდება აფრიკაში და ანტარქტიდაში. საქართველოში უნდა ჩამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი წილი საქართველოს. ეგრე არ არის მეგობრებო? გვეყო დოლარებზე გამოდევნობა, ევროებზე გამოდევნობა, ჩამოვიდეთ და მიხედოთ სამშობლოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გარდაიცვალა უცხოეთში სამწუხაროდ და ძალიან ბევრმა ჯანმრთელობა დაკარგა, ძალიან ბევრმა ოჯახი დაკარგა, დაიშალა ოჯახები და რაღაცა ცუდ გზაზე წავიდნენ. მე მაინც ოპტიმისტური ვარ, ჩვენ ყველანი ოპტიმისტები ვართ. პატრიოტთა ალიანსი, ობიექტივის თანამშრომლები, ჩვენი ქართული არასამთავრობო მამულიშვილები, აგერ მოწვეული სტუმარი წინაპართა, ჩვენ ყველანი ოპტიმისტები ვართ. ოპტიმისტები რო არ ვიყოთ, არც ვიაქტიურებდით და გვიყვართ ჩვენი სამშობლო და ვეძებთ სამშობლოს მიმართ გულანთებულ გულებს. მოამაგე გულებს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიპოვით ერთმანეთს და შევერთებით, ჩემო გიგა, ჩემო გიორგი, შევერთებით თელ საქართველოსთან და ნამდვილად შევქმნით, ნამდვილად მოვიყვანთ ეროვნულ მთავრობას. მე ვფიქრობ და მე სიზმრება ეს მთავრობა ეროვნული ხალხზე მოამაგე მთავრობა, ჩვენ შვილები, ჩვენ თვალხატულა, შვილიშვილების და შვილებზე მოამაგე მთავრობას და სამშობლოზე მოამაგე მთავრობას. აუცილებლად მოვიყვანთ. სხვა გზა არ არსებობს. აქ ვდგევარ და სხვაგარად არ ძალგვიც.
ამინ. ამინ, აიხარე. აიხარე.